საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით თქვენ უსმენთ საქართველოს რადიოს, მე გახლავარ ჟურნალისტი ნათია გამცემლიძე. 9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა გაერთიანებამ 31 მარტს ორთვიანი საპროტესტო კამპანიის გეგმა წარადგინა, რომელიც მოიცავს რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრებს და მიზნად ისახავს საპროტესტო მოძრაობის გაფართოვებას. კულმინაციურ თარიღად 26 მაისი სახელდება, დიახ 26 მაისი უკვე გამოცხადებულია მორიგ გადამწყვეტ თარიღად. მთავარი მოვლენები განვითარდება აქ, ამ ქალაქში. ბევრი თუ ვიქნებით კაცმა არ იცის რა იქნება, ამბობს ნიკა გვარამია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა ალიანსმა ბრძოლის ახალი ეტაპი გამოაცხადა, საჯაროდ იკვეთება შიდა დაპირისპირების ნიშნები თავად ალიანსში. სადაო თემა კვლავ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორია. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელია ისეთი ფორმატის გაერთიანება, რომელიც ანტი-მიშას პოზიციას იზიარებს. ალიანს გარეთ მყოფი პოლიტიკური პარტიები ერთობას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ, მათ შორის იყო პარტია გირჩიც, რომლის წევრებიც ხშირად ამბობდნენ, რომ პარტიებს შორის არსებული განსხვავებები ალიანსში ადრე თუ გვიან პრობლემებს შექმნიდა. სწორედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ირაკლი ფავლენიშვილი და პოლიტიკური პარტია გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი გახლავთ ძვირფასო რადიო მსმენელებო ჩვენი სტუდიის სტუმრები. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მე გითხარით კიდევაც სანამ გაიცემა დაიწყებოდა ველი თქვენგან საინტერესო დიალოგს. ბატონო ირაკლი, სანამ უშუალოდ დავიწყებთ საუბარს ალიანსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, მანამდე მინდა ვიკითხო ერთი ამბავი, მას შემდეგ რაც თქვენ დაანონსეთ ეროვნული მობილიზაციის გეგმა, რომელზეც მე გაიცემის დასაწყისში ვისაუბრე და მეტი კომუნიკაციისთვის რეგიონებში შეხვედრები გადაწყვიტეთ. გირჩის წარმომადგენლებმა არ დააყოვნეს და განცხადეს, რომ ალიანსის წევრები შვებულებაში წავიდნენ რეგიონში გასვლა, ეს არის პოლიტიკური მოუსავლეთიო გეღიმებათ. ახლა იცოდით ამის შესახებ ბატონ სანდროსთვის, რომ თქვენ ახლა შვებულებაში იმყოფებით, ან უკვე დაბრუნდით, არ ვიცი, თქვენ გითხარით ამის შესახებ. მოგონი არ წასულა. მუშაობენ. არა, მე ვიყავი შვებულებაში და დაბრუნდი და ისევ კიდევ შვებულებაში უნდა გავიდე. ესე გამოდის ბატონო სანდროს ლოგიკით. ირონიული კითხვაზე ირონიული პასუხი. რაც შეეხება სერიოზულ პასუხს გაგცემთ. ჩვენი მსმენელისთვის ალბათ მნიშვნელოვანია. არა, სერიოზულ პასუხს გაგცემთ. უბრალოდ რახან ირონია იყო, მეც ალბათ. კი ბატონო, მე მგონი ბატონ სანდრო არ ხუმრობდა ამაზე, არც თავად ბატონ სანდროს პოლიტიკური ლიდერი. ისინი აბსოლუტურად სერიოზულად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ალიანსის როდესაც პოლიტიკოსი საუბრობს იმის შესახებ, რომ მიდის რეგიონში ხანგრძლივი ვიზიტით, რათა შეხვდეს მოსახლეობას, ეს იმას ნიშნავს, რომ გააჩნია სიტუაცია, სხვათა შორის არის სიტუაციები, რომელზეც საერთოდ არ არის ხოლმე იმ დროს საჭირო რეგიონში გასვლა, როცა ანონსდებოდა ხოლმე რა ყოფილა ეგეთი მომენტებიც რეგიონში გასვლა და ამ დროს მე თუნდაც ყოფილა შემთხვევაში, როცა პირიქით მithქვამს, რომ ეხლა ნამდვილად არ არის გასასვლელი რეგიონში, ეხლა თბილისში არის საბრძოლელი, ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. და იგივე ჩემი პერსონალური პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია მოვიყვანო ეს მაგალითები, თუმცა ისე როცა რუტინული პოლიტიკური პროცესია, პოლიტიკოს აზრი ალბათ ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ყველა გაისაუბროს მოქალაქეებს, გაიგოს მათი სატკივარი, მისი დღესესრიგი გააცნოს და ეს ჩემთვის მაგალითად აუცილებელი საწვავია პოლიტიკურ საქმიანობაში. არა მხოლოდ თბილისში, სადაც ხა ისე ცხოვრობ და მოღვაწეობ და ფეხით გადავადგილდებით ან ძირითად შემთხვევებში, არამედ სოფლებში, ქალაქებში, რეგიონებში სიარულის დროს ძალიან ბევრ ამას ვიგებ. რა უჭირთ რეალურად ხალხს, რა პრობლემები აქვთ, რა სურთ პოლიტიკოსებისგან, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ერთი მხრივ მოტივაციას გმატებს განსაკუთრებულს პოლიტიკოსს და ამიტომაც მუდმივად საჭიროა ჩემი ერთ რეგიონებში სიარული. მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაკარგო ბმა შენამომრჩეველთან, რომელიც ყავს ახლა ნებისმიერ ადგილას და ისინი. უკვე დასასვენებლად არ იყავით ბატონო ირაკლი. არა, დასასვენებლად ახლა არ უნდა არ დადეს რეგიონებში. შეიძლება ვინმე წავიდეს, შეიძლება ფეიქ განცხადებას ხონდეს ადგილი და თქვა, რომ აი ხა რეგიონებში გავდივარ და თეორიულად ესეთი რამე არათუ დასაშვები არამედ მოხდარა კიდევაც, როდესაც ესე დაუმანოსებია და საბოლოო ჯამში მეც აშკარად ჩემი აზრითაც და ჩემი დაყურებით არ ყოფილა. შეგაწყვეტინებთ, უბრალოდ აი აქვე ვიკითხავთ. უბრალოდ თქვენ გაწყვეტინებთ? არა, კი ბატონო, ჩაგეკითხებით, აი მოდით ესე ვიტყვი, არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ აი 31 მარტს დაანონსეთ აი ეს რაღაც ფართომასშტაბიანი ეროვნული მობილიზაცია და ამ მიზნით წახვედით რეგიონებში. მაგრამ არ გვინახავს ჩვენ მედიას ესე თქვათ
შეხვედრის კადრები, სადაც თქვა იმართება არა, რეგიონში მე ჩვენ ისეს დავდივართ. არა, ჩვენ ალიანსის ფარგლებში არ ყოფილი ვარ, ნამდვილად არ მოვიტყუები ნაციონალ მოძრაობის. ვინ იყო მაშინ ეს გითხარით და ჩვენ ვიყავით ნაციონალ მოძრაობა ვიყავით. არა, მე გულისხმობ ალიანსის ფარგლებში დაანონსდა ეს თქვა. არ ყოფილი ვარ მეთქი ალიანსის წევრებთან ერთად. ხო, ვინ იყო მაშინ ეს მითხარი? მე ვიყავ ნაციონალ მოძრაობის წევრებთან, ლაშა ფარულოვასთან, პეტრე ცისკარაშვილთან, ლევან ბეჟაშვილთან, გიორგი ბოტკოვთან, ანე წითლიძესთან და კიდევ ძალიან ბევრ სხვა ჩემი მეგობართან ერთად იმერეთში. აუცილებლად სოციალურ იყო ამაზე ინფორმაცია, ბევრმა ნახა კიდევ სხვა შორის თქვენმა მათ შორის ტელეარხმაც პირველმა არხმა დამისვა შეკითხვა მასშტაბიანი აქცია არა ეს ეხა მოძრაობის მობილიზაციის უпростоრად ფარგლებში როგორც თქვენ ეს დაანონსეთ კი ბატონო განმარტო რა ბარემ რადგან ჩვენ შეფასებაზე წამოვიდა ნაცები მართლა იყო რომ მე ხედავდი ახლა იმაში იმიტომ რომ ნაცებს კიდე აქვს გამართლება მაგათ აქვს რეგიონული სტრუქტურა შემორჩენილი ანუ რო ჩადია ცარიელ ადგილში არ ჩადიხარ რა ამიტომ შეგვიძლია როგორც მინიმუმ შენიანის დაელაპარაკო ვინც კი ხალხი ყავს რავი ფოტო ანუ მოგეთ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები არა ნუ არა ზოგადად ეს მართლა ხშირია ხომ დასვენება ჩვენ სხვა პრობლემა ან დასასვენებლად იმიტომ თქვით რომ პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ რო ჩახვიდეს სადღაც რამე სათქმელი უნდა გქონდეს ეხლა უბრალოდ ეხლა მეც თქვათ რომ წავიდე ქუთაისში იქ გირჩელებს შეხვდე რავი შეიძლება კარგად დაველაპარაკო და ჩავთვალო ეს სამუშაო შეხვედრა იყო ხო მაგრამ აი თუ მე სათქმელი არ მაქვს თბილისში ანუ პირველ ტელევიზორში რო გამოდივარ ანუ სხედვართ რადიოში და თავარი გზავნილი არ მაქვს აი მაშინ მე რომ ამბობ რომ რეგიონებში უნდა წავიდეო ეს რაღაც სხვა მოტივია ხო ეხლა დასასვენებლად თუ ხინკლის საჭმელად თუ რაღაც ეს ხომ მეორთხარისხოვანია სიამდვილეში შინაარსო პრობლემა რაც არის აქ რომ პრობლემისგან გაქცევა ანუ ზოგადად სათქმელი არ არის რა ხდება აი 26 მაისი რა უბედურება ანუ რა ხდება ვისაუბროთ აუცილებლად 26 მაისზე ამ კუთხით ეხლა ტექნიკურად რო დაიწყოთ გარკვევა მართლა ეხლა ყველაზე ნაკლებად ნაცებს ეხება იმიტომ რომ სტრუქტურა აყავთ მარტო ამათ აყავთ და კონცეფტს ის რომ თქვათ საზოგადოება ელოდა აი ამ დიდი ფართომასშტაბიანი რაღაც ერთგვარი ანონსის შემდეგ რომ არა უახლოს დღეებში მე გიპასუხებთ ამ კითხვაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ერთად წავიდოდნენ თქვათ და შეხვდებოდნენ თუნდაც ქუთაისში ბატონმა სანდრო მახსენა მოსახლეობას და ამის კადრებს ნახავდით ჩვენ ეს ვიგულისხმეთ ნახავთ ამ კადრებს უახლოს დღეებში თან თუ ქუთაისი გინდათ და არა ეს ბატონმა სანდრო მახსენა გნებავთ ავიცი სამეგრელო და იქნება უახლოს დღეებში ეს შეხვედრებიც კი ნამდვილად იქნება უბრალოდ როცა კითხვა დამისვით მე მართლა ვიყავი რეგიონებში ბოლო ერთ თვის მანძილზე იმერეთშიც ვიყავი, კახეთშიც ვიყავი, აჭარაშიც ვიყავით და ამიტომაც ამ კუთხით გიპასუხეთ რომ მე ვისაც ბოლო ერთ თვის მანძილზე ხშირად ვიყავი ჩემი მეგობრებთან ერთად, ოღონდ სხვათა შორის სანდროს ამ მართლა სწორად აქვს ნათქვამი ჩვენ ყავს წარმომადგენელი ყველგან აბსოლუტურად საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მათთან კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი სალაპარაკო მუდმივად გექნება მაინც რაც არ უნდა რა თქმა უნდა ხანდახან უფრო აქტუალურია დღის ეს რიგი ხანდახან უფრო ნაკლებად აქტიურია უფრო სწორად აქტუალურია დღის ეს რიგი ხან უფრო ნაკლებად მაგრამ მუდმივად უნდა გქონდეს ბმა და კონტაქტი ასეთ ადამიანებთან მით უმეტეს ამ ადამიანებთან ერთად მე დავდივართ ხოლმე ოღონდ მე სიმართლე გითხრათ თუ ნაკლებად მომწონს ხოლმე რაღაც ფოტოაპარატის თანხლებით მუდმივად სიარული იმიტომ რომ უფრო ხელოვნური ხდება ხოლმე ეს შეხვედრების და საუბრების საინტერესოა პოლიტიკოსისგან იშვიათია ასეთი შეფასება. არა, მართლა უცბად ეს ვფიქრობ, იმიტომ რომ ცოტა მერიდება კიდევაც ხოლმე რომ ადამიანთან რაღაც ისეთ შაბილბარ შეება ხოლმე რომ ხელს იმიტომ ართმევ რომ მე ვიღაცამ ფოტო გადაგიყოს და სიახლოვეში ხელს იმიტომ უნდა ართმევდე რომ მართლა გაინტერესებდეს იმ ადამიანის მოსაზრება. ამიტომაც ხა საარჩევნო რაღაც კონიუნქტურა კიდევ გასაგებია როცა არის ხოლმე ხა ის მოითხოვს მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი შეხვედრების დიდი ნაწილი ფიქრობ არა არის აუცილებელი და საჭირო რომ იყოს ესეთი საჯარო თუმცა რა თქმა უნდა ხა რაღაც ვიდეოც უნდა გადაიღო და ნახოს ადამიანმა რომ მართლა დადიხარ უბრალოდ მე არ მომწონს აქვე არ შემიძლია არ მithქო ეს რაღაც მუდმივი რაღაც ფოტოების გამო სიარულიც არ უნდა იყოს რა თქმა უნდა დიდი მოლოდინი შეუქმენით თქვენს ამომრჩეველს მაშინ როდესაც შეიქმნა 9 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ერთობა ალიანსი გაერთიანება გაერთიანებისთვის ნამდვილად არ არის შედეგი ჩვენზეა დამოკიდებული ეს თქვენი შეფასებაა ბატონო ირაკლი და ამავდროულად თქვენ ეს განცხადება თქვენ მოკლე ამონარიდი რომელიც მე ახლა წავიკითხე თქვენ ალიანსის შექმნიდან რამდენიმე კვირაში გააკეთეთ და თქვენ მაშინ ეპატიჟებოდით სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ალიანსს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებსაც თქვენს ერთობაში და ამბობდით რომ მათთვის კარი ღია
ახლა თითქოს ესე ჩანს, რომ თქვენ გამოდიხართ ამ კარიდან და მეტიც შეიძლება ცოტა უფრო მხატვრულად თუ ვიტყვი, შეიძლება მოიჯახუნოთ კიდევაც ეს კარი, შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნედ ამოღებული, ჩვენ არ გვინდა ისეთ ერთობაში ყოფნა, სადაც ანტიმიშას კამპანიას იწონებენ. ეს თქვენი და თქვენი თანაგუნდელების შეფასება გითხარით, რა ხდება ალიანსში? ალიანსის შექმნას მნიშვნელობა ჰქონდა და ეს დაკვეთაც იყო ფაქტობრივად მათ შორის რუსთაველის გამზირზე ყოფილი ხალხის და პროტესტში ჩართული მოქალაქეების, როდესაც ფაქტობრივად ახლა ერთნაირად გიწევს მაინც ასე ვთქვათ საპროტესტო აქციების დაორგანიზება, მარშებში მონაწილეობის მიღება, მათ შორის ხშირად შეხვედრების გამართვაც ქვეყნის თუ ქვეყნის ფარგლების გარეთ, ამ დროს რა თქმა უნდა ჯობს არსებობდეს თანამშრომლობის ფორმატი, ეს არ გახავთ რაღაც პარტიული გათქვიფვა, სადაც ვთქვათ ერთ საარჩევნო ნომრის გარშემო ერთიანდები და ამ დროს რა თქმა უნდა უფრო მეტად კარგავ პარტიულ იდენტობას, ჩვენ უფრო სხვა ტიპის ალიანსებს ვსაუბრობდით, სადაც პროტესტში ჩართული წინააღმდეგობაში ჩართული ძალებს ექნებოდა თანამშრომლობის ფორმატი შექმნილი, რაც აბსოლუტურად ჯანსაღი ამბავი იყო. ეხაც არ ვაპირებ სიმართლე გითხრათ ამ ალიანსის დატოვებას, თუ რა თქმა უნდა ეხა პოტენციურად ეხა ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, ამიტომ ეხა ესე ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ დავაპირებთ. უკვე დაპირისპირების ნიშნები ჩანს ბატონო. იმიტომ იყო რომ სამიზნედ ამოიღო ხალხმა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არ ვიცი ეხა პატიმრობაში იმყოფება და თან სტატუსი დაწერა, რომელსაც ჰქონდა სარეკომენდაციო ხასიათი და რაც ეწერა იმ სტატუსში იყო აბსოლუტურად ისტორიული ფაქტების კონსტატაცია და არაფერი სხვა და ეხა ამ სტატუსზე ამ ხელა გამოხმაურება და ამდენი დღის მანძილზე პოსტების ერა ჯერ ცოტა გამიტყდებოდა, მით უმეტეს როცა პოლიტიკურ პატიმარზეა პირდაპირ სლენგი რო გამოიყენო, როცა პოლიტიკურ პატიმარს ეხება საქმე და მუდმივად როცა რაღაცა 3 დღის მანძილზე პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ერთ ნაწილს განვიხილავ, როცა ამ დროს ბევრი საქმეა ქვეყანაში გასაკეთებელი ნამდვილად. ბატონ სანდრო, თქვენი შეფასება მაინტერესებს, მე აღვნიშნე კიდევაც, რომ თქვენ თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდით ამ ალიანსს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ალიანსმა შეინარჩუნოს, ვთქვათ, ის სახე, რომელიც მათ თავდაპირველად გააცნეს საზოგადოებას, ის გეგმა, მოდით ასე ვიტყოდი, თუ შეიძლება ეს დარჩეს მხოლოდ ამ ეტაპზე ფორმალობად და ვერ შეძლონ იმ მთავარი მიზნის მიღწევა, რომელიც მათ აქვთ. მე საერთოდ არ მესმის ცხადია ხელისუფლების ცვლილებას გულისხმობ, ჩვენ გვაქვს გადაყირავების შანსი და ყველა უნდა შემოგვიერთდეს ეს ალიანსის წევრების პოზიცია. მე ხა ირაკლის უსმენდი და მე არ მესმის საერთოდ რატომ არიან ნაცები ამ ალიანსში. ანუ თუ რამე მართლა აი უცნაურია, იმიტომ რომ ეს ალიანსი იქ რო შეხედოთ, ნუ ხა ვიღაც ცალკეული ადამიანები რო გამოვაკლოთ, შეიძლება პირდაპირ ნაცები ვერ დაუძახო, ყოფილი ნაცები, მაგრამ მათი რეიტინგი კიდე საერთოდ როგორია ღმერთმა იცის. დანარჩენი ყველა მარტო მიშას აღზრდილი ხალხია, მიშასთან მოსული, მიშას რეიტინგზე რო პარაზიტირებდნენ, მიშა ნაცები რო რაღაც დროს დაშალეს და იქიდან ხალხი წაიყვანეს. ანუ მიშას ხარჯზე რო ცხოვრობდნენ ბოლოს და ბოლოს ფული და ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ, ამას რა თქმა უნდა ნobel კონსტატაცია, არა ეს ახლანდელი არა ამას რა შეიძლება ხელისუფლებას რო არ ეთქვა რა ისე არ ვიცით, აი ხა ვინმე იტყვის გვარამიას რომ ნაცი არ იყოდეს, მე ანუ ხო ეს ხო არასერიოზულია და ეს ხალხი ერთად რაც აკეთებს მიშას ხმებზე პარაზიტირებენ. არასდროს ქართული ოცნების სამორჩეული, ჩვენი ამორჩეული გვარამიას ხმას არ მისცემს. და უბრალოდ იყოფენ მიშას ხმებს. პოლიტიკაში რჩებიან მიშას მეშვეობით. მოწონს ეს არ ვიღაც არ მოწონს კაცო ამ ქვეყანაში უამრავი ადამიანს არ მოწონს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ეს ხო ფაქტია რომ ეს ხალხი მარტო მიშას ხმებზე ზიან და თვითონ მიხეილ სააკაშვილმა პოსტი დაწერა დღეს. რომ არავის ვაპატიებთ. ფული არ ავიღოთ, იმიტომ რომ ფული მოაქვთ, ამიტომ მოღალატეებს თუ რაც ხოცების შემოგზავნილებს არ უნდა ვეთანამშრომლოთ და მე უბრალოდ მაინტერესებს. ანუ ამ ალიანსში მიხეილ სააკაშვილის გადმოსახედიდან არის ადამიანი ან ადამიანები, რომელიც ხოცების შემოგზავნილები არიან, მოაქვთ ფული და ამის გამო მაგათ ეგუებიან. აი ჩემ პარტიაში ვიღაც რო იყოს, რომ მე ვიცი დაამდვილებით, რომ აი ნაცები შემოგზავნილია და ფულს უხდიან და ამის გამო რაღაცას მაზიანებს. მე ხო ბაღურით გავაგდებ. ანუ მე თუ სერიოზულად რაღაცას ვაკეთებ. ხო და რასაც მიხეილ სააკაშვილი ბოლო რამდენიმე დღე აკეთებს, სრულიად სწორია ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაცებს თავის სახელი უნდა დაერქვას ჩემი აზრით, რაც მით უმეტეს პროგრამაში საქმე რაღაცები მე დანამდვილებით ვიცი, მაგრამ ჩემგან მოყოლილი საჯარო სივრცეში იქნება ახმული როგორც ჭორი. და ამიტომ არის ხოლმე რაღაც ინფორმაცია, რომელიც სწორი ადამიანისგან უნდა გავიდეს. დიახ. ხო და აი რაღაცეებში მიხეილ სააკაშვილი ისეთი წყაროა, რომ ის თუ იტყვის, რაც სათქმელია. ბევრი რაღაც შეიძლება, მათ შორის ამ ალიანსის წევრების, რა თქვა, ზოგად რეპუტაცია რო ვილაპარაკოთ. ამიტომ მე უბრალოდ ერთი რაღაც არ მეზის რა უნდა იქ ნაცებს.
რისი გაკეთება გინდათ ამ უცნაურ ხალხთან ერთად, თორე რა ვიცი ახლა თუ ერთხელ უკვე 24-ში აგახიეს ხმები ამ ხალხმა 25-ში არჩევნების აყევით ამას და არ მიიღეთ მონაწილეობა, დაკარგეთ. თუ სააკაშვილი ამბობს რომ ქუჩა არის ერთ-ერთი გზა, ну, რა ვიცი, იგი სხვა გზაც რაღაც სხვა სკულის ხობს, ხო? და მე მიშა სულად ვეთანხმები ბოლო რამდენიმე პოსტში. საპროტესტო აქცია. თქვა რომ ქუჩის გარდა ისეც ლოგიკა. კი. საპროტესტო აქციაზე დღეს ოფისში ხურობდით რომ ვახონ თქვა რომ მეგონი პირველად დაულაიქე მიშას პოსტიო ცხოვრებაშიო რა. მაგრამ ეს ამდენი ხანი რო გრძელდება, რაც მე მაინტერესებს, როგორ არის რომ ეხლა დაიწყე ამაზე საუბარი. ხო. იცი, თავარი რა არის, რომ როცა ჩვენ საუბრობთ ამ რაღაც ალიანსზე, როცა ალიანსზე ერთი მხრივ საუბარი არის ხომ რომ თითქოს და ეს არის ხომ ახაც როგორ შეიძლება რომ ინკლაუბდეთ ერთმანეთს შეგინით რაღაც ხონდეთ ერთი არასწორი დასკვნა არის რომ თითქოს და შეიძლება რომ ალიანსის ფარგლებში რახან ყოფები საერთოდ არ ქონდეს განსხვავებული აზრი ხო ეს ხა ერთი უკიდურესობა მაგრამ მეორე უკიდურესობა გახავთ ის რაცაც ქონდა ადგილი ამას ეხა გავატარებდით იმიტომ რომ ბევრი რამ შეიძლება ინკლაუბის დროს რაღაც თქვა არ გააკეთო აქცენტი მაგრამ ეხა როცა მიხელ სააკაშვილზე საუბარი სხვა შორის ამ მხრივ სანდროს ვეთანხმები ძალიან არასწორი არის პოლიტიკურად მით უმეტეს ასეთ ადამიანზე აქცენტის გაკეთება ხო რომელთაც არ ვიცი ბევრს მეგობრული ურთიერთობაც აქვს ბევრს მათ შორის საქმიანი ურთიერთობა ქონია ხო ამ ალიანსში ყოფებს და ალბათ სხვა ასე ვთქვათ პასუხი ეგების მიხელ სააკაშვილისგან მათ ყველას რატომ იმიტომ რომ როცა ვსაუბრობთ ჩვენ მიხელ სააკაშვილის ამ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე დიახაც ახლა ბევრი მათგანი ვერ იტყვის რომ მიხელ სააკაშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეობა მათთვის რაღაც განსხვავებული ან სხვაგან იყვნენ ან გაიმიჯნონ ესე მარტივად არ ვაპირებ საუბარსო თამარ ჩერგოლეიშვილს მაგიტომაც ვამბობ ხო ანუ ძალიან ეხო ცალკე საინტერესო რაღაც არის ისეთ რაღაცებზე აკეთებს ხოლმე აქცენტს თუნდაც ეს კონკრეტული პოლიტიკოსი რომელიც ცოტათი უცნაურია იმიტომ რომ რაოდენობაზე რატო აკეთებს ხოლმე აქცენტს ან თუნდაც აქტუალურობაზე ბევრად უფრო დიდი და წონადი პოლიტიკური ფიგურის ეს საერთოდ გაუგებარი გახდა უცნაურ ხალხთან ერთად ერთობაო ბატონმა სანდრო ბრძანა უცნაური ხალხი ხო არა უცნაური ხალხი რა არ ჩვენ თქვით შეიძლება ბევრი რამე ჩვენ განსხვავებულად ისედაც წარსულში და აწყოშიც ხონდეს აქმული, მაგრამ ამ შემთხვევაში საპროტესტო მოძრაობაში ერთად ვიღებთ მონაწილეობას და არსებობს ფორმატი, უბრალოდ სადაც ეს საპროტესტში ჩართული პოლიტიკური ძალები თანამშრომლობენ, ეს არის და ეს. თორე ხა ერთ პარტიაში გაუერთიანებული ყავით, მე ალბათ შეიძლება უფრო დიდი კითხვები წამოსულიყო ან საარჩევნო კოალიციაში ან რაღაც მსგავს წარმონახული ყოფილიყო, ალბათ უმეტი კითხვა იქნებოდა. შენიღბული პოლიტიკოსები, რომლებიც ქართული ოცნებიდან არიან შემოგზავნილები. შეგინთ რო კოცების მაიკაცვიათ? არა, ეს რა ვიცი, როგორი ფორმულირება უნდა მიწე. ვარ ვიყავთ, მაგრამ უბრალოდ მიშას დაწუნებული. არა, ბატონ სანდრო, მოდით ღიად ვთქვათ, ეს ეთერში რამდენიმე კვირის წინ საუბრობდა იმის შესახებ, რომ ბიზინა ივანიშვილისგან ნიკა გვარამიამ ნახტი ფულის სახით, არა, ცხადია, ეჭვის დონეზე, ნახტი ფულის სახით 40 მილიონი. მე 100%-იანი დაწუნებულიო, რომ უბრალოდ მიშა ხალხს უფრო ეფექტიანად დაარწმუნებს ვიდრე მე, მაგრამ აი ეს როგორ რაღაცა არის, აი რაზეც მიხელ სააკაშვილი საუბრობდა, ამ შემთხვევაში უფრო მეტად იყო შუამავლებზე აქცენტი გაკეთებული, რომლებიც მიხელ სააკაშვილის წარსულ სტატუსში თუ ახსოვს მაყურებელს, სადღაც ალბათ შეიძლება ორი თვის წინანდელი სტატუსი იყოს, რომელმაც ასევე გამოიწვია გარკვეული გამოხმაურება ბევრგან, იქ პირველად თუ ახსოვს სანდროს, აი პირველად იყო, როცა აი მოყვა ესე ეტაპობრივად პირველი და ქრონოლოგიურად მიყვა და ამ დროს ის აქცენტს აკეთებდა მაშინაც და ეხაც უფრო შუამავალ ადამიანებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, ფულის მომტანები არიან და ეს ხალხი ფულის მოტანის დროს შეიძლება დაკავშირებული იყოს დიდი ალბათობით ბიზნეს ივანიშვილთან. ამ შუამავლებზეა საუბარი. ამ შუამავლებზეა საუბარი. არა, ნიკა გვარამეზე ასოცირებას. არა, ნიკა გვარამეზე მე არა, ნიკა გვარამეზე და სხვა პოლიტიკოსებზე მიხელ სააკაშვილს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს და მეც რომ ოცნებასთან. აი, ხო ხდებით, სანამ არ აღიარებენ იმასაც, ისედაც ცხადია, არაფერი არ ეშველებოდ. რას გულისხმობთ? აი, უბრალოდ აი ნიკა გვარამე ვერ ახსნა საიდან მოიტანა ის 10 მილიონი დოლარი, რომელსაც მიხელ სააკაშვილმა რომელიღაც წინა პოსტში დაწერა. თვითონაც ვერ ახსნა, ხდებით? 10 მილიონი დოლარი ამ ქვეყანაში უბრალოდ თუ იშოვება, არანაირი ტირანია ხო არ გვაქვს. ანუ მე რომ შემიძლია 10 მილიონი ვიშოვო ბიზნეს წინააღმდეგ დასახარჯი, რა სინდისით უნდა ვილაპარაკო ტირანიაში ვცხოვრობ. ანუ ხო ხდებით ეს 10 მილიონი ისეთი თანხაა, რომ აი შეიძლება ბიზნეს მილიარდი კონდეს, მაგრამ 10 მილიონი მაინც ძალიან დიდი თანხაა და რამე რო იყოს, გეყოფა რომ ხელშულებაში მოხვიდე. მე თუ არ ვწდები, გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალა 40 მილიონზე. 40 მილიონი ლარია. ჩვენ ყველა ლაშვით მიხელ სააკაშვილმა ახლა დოლარი შემოიტანა, რაც მე არ მაქვს პრობლემა, 10 მილიონი დოლარი დაახლოებით ის მასშტაბია რა. ეს როგორი ცვლილება, იცით? 10 მილიონი აქვს ოფიციალურად დახარჯული
და როგორც წესი არაფერად ორჯერ სამჯერ მეტი. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა როცა საუბრობდით ხოლმე წინასაარჩევნო ნუსხებს არ შეამონდეთ, მაგრამ უბრალოდ ფაქტის კონსტატირებას ვახდენდით, ყველაზე მეტად თუ ვინმე წაართვეს პირადობის მოწვევები, პასპორტები თუ ვინმე წაართვეს იყვნენ ჩვენი მომხრეები, მათ შორის მთავარი პოლიტიკური ლიდერი ყავდათ ციხეში, ამიტომ ამის შემდგომ რომ რაღაცები გვეჯიბრებოდნენ, რომ აი ჩვენ ამდენი ხმა ავიღეთ თუნდაც ხვები როცა ამოვი ხოლმე, რომ აი რაღაცა იქ ამდენი ხმა იღეთ, ანუ ეს არის აბსოლუტურად ხელფეხშეკრული ხარ ჩათვალეთ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო პროცესში, ხო, პირდაპირ ვიტყვი, ამიტომაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ესეც უნდა განითვალისწინოს ყველამ, სანამ ის პოლიტიკურ ფიგურას შეეხებიან, რომ ეს კაცი უბრალოდ არ მოედანზე არ გამოდის ხოლმე, არ გამოყავთ მოედანზე, ამიტომ ვერ თამაშობს, ამიტომაც ციხეშიც კი ახერხებს რომ მუდმივად ესეთი აქტუალური იყოს და მუდმივად მის გარშემო მიდიოდეს პოლიტიკური პროცესი და წარმოვიდგინეთ ხა გარეთ რო იყოს და თავისუფლებაზე რო იყოს, ხო? მაგრამ ბატონო ირაკლი ეს გასაგებია, ესეც ყველა უნდა გაითვალისწინოს და ამის მერე უნდა გაკეთონ ხოლმე განცხადებები, როცა მას ერთპიროვნულ მართლს უწოდებენ, იმიტომ რომ ერთპიროვნული მართველი არც ამას არ უზარუნოს რომ მას პრეტენზია აქვს რომ მაგრამ ამ ალიანსში ბჭყალებში იყოს, ის არის ისედაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და დიახაც ხო აქვს პრეტენზია როცა იყო საუბარი აქ კოალიციურ მართლობაზეც იყო საუბარი, ხო? სტატუსში რომელიც ასევე ბევრს არ მოეწონა. მარტივ რაღაცა არის მიხეილ სააკაშვილს ეხას თავის პოლიტიკურ წოიდან გამომდინარე აქვს პრეტენზია რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ყველამდებოდ ის რეფორმები რომელიც დაამარცხებს კორუფციასაც ამ ქვეყანაში დაამარცხებს კრიმინალსაც როგორც თავის დროზე დაამარცხა. ეს გასაგებია თქვენ რომ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გაქვთ ახლა ეს ახალი ხო და არა ზოგს არ ესიამოვნა და ანუ პირდაპირ ხო არა არ ესიამოვნა რა უბრალოდ რაღაც გაუკვირდა თითქოს და პანაცეა იყოს მანდამაის ქვეყანაში კოალიციური მართლობა რომელიმე ქვეყანაში. ესეთ რამ არ არსებობს ბუნებაში ხო მართლა ამობენ წმინდა ძროხები არ უნდა არსებობდნენ და თურმე კოალიციური მართლობა არის წმინდა ძროხა. რატომ ახლა არ ვიცი ნაკლებად ეს მაგალითად ნაკლებად დემოკრატიული პარტიულად მოიგებ, მაშინ ბუნებრივია რატომ ჭირდება კოალიციური მმართველობა. ეს მაგალითად ჩვენ გვჭირდება რომ თქვა კოცები და ნაცები ყველა დასუსტდნენ რომ ჩვენს გარეშე თარობა ვერ დააკომპლექტოთ, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ ვიღებთ დიდ ბერკეტს, თორე ეხლა მე რომ მქონდეს ამბიცია რაღაც 35% რომ მქონდეს და ვიღაცამ იტყვეს მაინც და მაინც კოალიციური მმართველობა გინდა და მე მეთქვი რომ ბოდიში მე მეცდები კიდე 5% დავამატო ჩემ 35%-ზე და უბრალოდ ჩემი მოვაგვარე ამ ამბავს, მაგრამ მაინც ერთი რაღაც არის, აი უბრალოდ აი შოლებროდა ეხლა ჩერგულიაშვილი ახსენეთ, ხო აი უბრალოდ ხო აღარ იარსებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ ისევ ეს ალიანსი არ ყოფილიყო. შემთხვევაში ეხლა მიშამ გადაარჩინა ეს ხალხი. როგორ გადაარჩინა ბატონ ირაკლი მას შემდეგ რაც კოალიციაში გაწევრიანდა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ რომ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს შეუერთდაო და ასაკძალი პარტიების სიაში მოხვდა. არჩევნებში მაინც არაფერი მონაწილეობას და გინდა აკრძალა გინდა რა ამას არაფერი RS-ში გინქონდეთ შეაწერეთ გინდა რა. ეს მეორე ხარისხოვანია ეს კოცების ნაცების აკრძალვის ისტორია უკვე მე მგონი 12 წლიანი იწყება ზოგადად და დღემდე გრძალავენ. ამიტომ ეს რაღაც სხვა თამაშის ნაწილია. მე მგონი ეს ამ შემთხვევაში კოცები თავის ამურჩეველს შეურაცხყოფას აყენებენ რომ უბრალოდ აი რაღაცა ბუა აქვს შექმნილი მუდმივი და აი ყველაფერს ატარებენ ამით, მაგრამ მე რამიდან უბრალოდ მეთქვა რომ აი ამ ალიანსის წევრები რომლებიც რომ არა მიშა აი არა ოდესღაც და არა მართლობის დროს არა 16-ში 17-ში და რა შემდეგ, არამედ აი ახლა რომ არა ეს ალიანსი ვის რა შეინტერესებს ჩერგოლიაშვილი რამე რეიტინგი აქვს, რამე წარმოადგენს, რამე პოზიცია აქვს, რაღაც თბილისში რაღაც შეიძლება 100 ადამიანი რაღაცას ხარს უჭერს და ნუ კაი ხმა მაღლა ყვირის, მაგრამ ამის სიკეთო არაფერი არის და ფაქტორია მიშამ ახლა გადაარჩინა ჩერგოლიაშვილი. როგორც კიდევ ვიღაცები ყავთ ამალიაში არც კი ის ვინ არიან, სახელი გვარის არ ვიცი, ვერ დავასახელებ, ძალიანაც რომ მომინდეს. ხო და აი ეს ხალხი რომ რაღაც განცხადებას წერენ, მიშაომ პოსტი არ დაწეროს და მე კიდე ნაცები ამოვი ჩვენ ალიანსში ვრჩებით. უბრალოდ მე წარმოვიდგინე ჩვენზე სიტუაცია, რომ ჩვენ ყოფილიყავით ასე და რაღაც ალიანსში ვიყოთ 9 პარტია, რომ ამ პარტია ამიგზავნოს მეანი აქვს პოსტების წერა, განცხადება და აი უბრალოდ მართლა არ მესმის რას აკეთებენ რა. ხო და აი ეს უცნაური სიტუაცია სამ გაგრძელდება, იმიტომ რომ გასაგებია ამ ქვეყანაში არიან რაღაც მიშას მომხრეები, ბიზნეს მომხრეები. ჩვენ აი იმ ხალხზე მუშაობთ, ვინც აი ცალსახად არ ამბობს, რომ აი ყველა შემთხვევაში მიშას მისცემ და ყველა შემთხვევაში ბიზნეს მისცემ, ჩვენ რა ახერია მისგან. მაგრამ დანარჩენი ძალიან დიდი ნაწილი ამორჩევლის, რომელიც არც რაღაც რადიკალურ პოზიციას არ იკავებს. კიდე ჩვენი პოტენციური ამორჩეველი. ხო და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მიშას ხმები, როგორც ბიზნესმენები ძალიან გასაგები იყოს რა. ხო და როცა ეს თქვენ არ გაწყობთ ალიანსი პოლიტიკური თვალსაზრისით რომ მოძრაობენ გვარამიას სახით რაღაც ჩერგო რაღაც ხალხს რაღაც შეიძლება მოტყუდნენ და მოხდარა კიდეც ასე რა და ამიტომ ზოგადად სწორი იქნებოდა ჩემი ნაცმოძრაობის კვირა რომ აკამალისიდან გამოვიდნენ ყველაფერს თავის სახელი დაარქვან ის ხალხი ვინც არის შრომავლები 10 მილიონი რაღაცა სახელი და გვარი ითქვას და გააგრძელონ თავის საქმე რა ბოლოს ბატონო ირაკლი აქვე უბრალოდ რომ დავაკონკრეტოთ თქვენ გამორიცხავთ რომ რიგი პოლიტიკური პირები
იყვნენ დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და მართლა რაღაც გარკვეულ თანხებს არა, ამას იღებდნენ ვფიქრობდი, ხომ უნდა ფარულად. ვთქვა. საუბარია ნიკა გვარამიაზე, მოდით. არა, რა თქმა უნდა, მე ამას ვფიქრობდი, ვიტყოდი ხა ესეთ რაღაცა ბრალდება, ესეთი სერიოზული ბრალდება ადამიანის მიმართ, რომ მეგონოს, იმასთან არ ვთანხმობდი, რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩვენ საუბრობთ ძალიან მარტივ მოცემულობაზე, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურა თუ გამაღიზიანებელია ადამიანისთვის ისე რომ ალუცი ვერ შეიკავებს თავს ვერასოდეს, მაშინ ძალიან რთული იქნება, რა თქმა უნდა, ალიანსში ყოფნაც, ხო? ეს ძალიან მარტივი გახლავთ, ეხლა არაფერს განსაკუთრებულს არ ვიძახ, ეხლა ყველასთვის გასაგებია და ყველასთვის მისახვედრია, რომ ესე გაგრძელება თვითონაც მიხვდებიან ამას, ხო? რომ ეხლა მუდმივად ეხლა მიხეილ სააკაშვილი თუ იქნება სამიზნე და პოსტი არ დაწეროს და აუცხადება არ გაკეთოს და კოალიციური მართლობაზე როგორ გაბედა და თქვა რომ შეიძლება არ იყოს, ეხლა ნუ ეს ეხლა რაღაც არ იქნება სერიოზული, სუბუხად რო თქო, რომ სერიოზული არ იქნება და ეხლა მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადამიანს ეხლა როცა ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ საუბრობთ რაღაც დემოკრატიულ პლურალისტურ გარემოზე აქ მით უმეტეს პოლიტიკურ პატიმრებს და ყველა აბსოლუტურ ადამიანს შეუძლია ისაუბროს წარსულზე მათ შორის ხო თან აწყოზეც ხო არ იყო საუბარი მათ შორის წარსულზე იყო საუბარი ეს საერთოდ გაუგებარს ხდეს ამ ყველაფერს რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს იცით რა ოპოზიციის თავარი მიზანი უნდა იყოს ის რომ ყველა აბსოლუტურად გაღიზიანებული და გაბრაზებული და გაწბილებული ადამიანი ჩართოს პოლიტიკურ პროცესში. ძალიან ბევრია ასეთი და უბრალოდ ზოგიერთს არ აქვს პარტიული ბმა და არ აქვს ასე ვთქვათ სურვილი პოლიტიკურ პროცესში იყოს რაიმე ტიპის მონაწილეობის მიმღები. ეხა აქცია იქნება თუ სხვა ტიპის აქტივობა იქნება პოლიტიკურ. აი ყველას აბსოლუტურად სანდროც იქნება ნებისმიერი ოპოზიციური ფიგურა ვის იქნება ყველა უნდა ჩავრთოთ იმიტომ რომ აი ვერ რო დავდივარ რეგიონებში პირველი ამას ვაწყდები. მართლა დაიღალა თვითონ ოცნების სამუშაოზე რო თქვა სანდრო მართლა ბევრი აი ამდენი ყოფილი ოცნების სამუშაო მე არ შემხვედრია ბოლო პერიოდშიც ვიყავით რომ ხალხი დაიღალა აი მუდმივი ერთ-ერთი რაღაც საუბრით რომ აი ფასების კომისიას შევქმნით ქართული ოცნების სამუშაოების გადაბირებას ახერხებთ მათი ელექტორატის არა რა თქმა უნდა რატომ ეს არ შეიძლება ნაცნობაზრომო არა მოთაფლაზე არ არის საუბარი არა ხო არა პასუხობთ უბრალოდ თორე თქვენზე არ ვამფრო რაღაც ვადენე თქვით კითხვა დასვით პასუხობთ კი რატომაც არა უბრალოდ მარტივი რაღაცა აი მაგალითად ყველაზე მეტად რა გააღიზიანა მათ შორის ახლა ბოლო ერთ თვის მანძილზე რა ხომ გეტყვით ხუთი თეთრით მოიმატა დენის ტარიფმა და ამ ხალხს უთხრეს რომ აპრილიდან უკვე ფასები დაიწყებდა კლებას გახსოვთ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ რომელსაც ახლა ნუ დე ფაქტო მართველი ამ ქვეყნის ხო ახლა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ როგორ მივიჩნევთ რაინდ მივიჩნევთ არის დე ფაქტო მართველი ამ ქვეყნის და შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება ხო რომ განცხადებას რო აკეთებს რომ ფასებმა უნდა დაიკლოს ნუ რაღაცა ტენდენცია ხომ ეცნო შევნიჩნოთ და ამ დროს დენის ტარიფმა მოიმატა და თითოეული ადამიანი სხვადასხვა ზოგი მცხოვრებელი შემხვდა რომელთაც უბრალოდ პროდუქცია აქვს რაღაც კომერციული ფართები აქვს და მათ მით უმეტეს უძურდებათ ყველაფერი ხო და ამ ყველაფრის ფონზე მე რას ვამბობ ჩვენ თითოეული ოპოზიციურად გაწყობილი ადამიანი კი არა პოლიტიკოსი უნდა ვიყოთ მომართული არა რაღაც შიდა კინკლაობისკენ და პოსტების განხილვისკენ არამედ დიახაც მიხეილ სააკაშვილიც ამისკენ მოგვიწოდებდა უნდა წავსულიყავით ასეთ ადამიანებთან გავსაუბრებოდით ყველას მე მიხეილ სააკაშვილი როგორ გავიცანი მართლა მოგიყვებით და გავიცანი ახლა თვითონ არ მემახსოვრებოდა ეს რა თქმა უნდა წლების მერე გადაცემის ბოლოს მოგვიყევით როგორ გაიცანი მიხეილ სააკაშვილი დაგიტორი ამ თემას უკავშირდება და იმიტომ და მე სანდროს მოგუსმენ კაი ხნის მანძილზე უბანში თამაშობდი ფეხბურთს ავტოფარახების თავზე იყო მაშინ 90 წლებში ეგეთ ბავშვობა ქონდა თამაშობდით ფეხბურთს და იქვე სკვერში სვამდნენ ლუც და იყო ნარც თამაშობდნენ პენსიონერები და მოვიდა უცბად მიხეილ სააკაშვილი არ საიდან არავინ არ ელოდა რამდენიმე ადამიანთან ერთად რა ყველას დაუჯდა ელაპარაკა ჩვენს გველაპარაკა ბავშვებს მე ხა პოლიტიზირებული ბავშვი ვიყავით გითხარით რა მიზეზის გამო სანამ შემოვიდოდით და მამჩეს პოლიტიკურ პროცესში იყო ჩართული და აქედან გამომდინარე ხო ეროვნული მოძრაობის აქტივი ხო ეროვნული მოძრაობის წევრი პოლიტიკოსი აქედან გამომდინარე მე კითხვების მქონდა და მიპასუხა რაღაც შემოყვა საუბარში სადღაც 2 საათის მანძილზე დარჩა იქ ლუდის დალია რა თანამდებობაზე იყო მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე იყო თუ საკრებულოში იყო ის პერიოდი ხო მე თავმჯდომარეც იყო ხო მე მგონი და ანუ უკვე ოპოზიციონერი იყო მაგის თქმა ანუ საარჩევნო კამპანია ქონდა რა ეს მარტივად რო კითხვა და ანუ ამას გულისხმობდა ეს ადამიანი რომ აი ესე უნდა იაროთო მე მინახავს კიდევაც ეს კაცი როგორ დადიოდა გასაგებია ბატონ სანდრო როგორც აღნიშნე გადაცემის დასაწყისში დაანონსებულია ბრძოლის ახალი ეტაპი კულმინაციურ თარიღად ალიანსისთვის დასახელებულია 26 მაისი თქვენ სკეპტიკურად უყურებთ ზოგადად ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული ყველა პოლიტიკური პარტიის დაანონსებულ საპროტესტო აქციებს რომელიც უკავშირდება ხელისუფლების ცვლილებას რისი თქვა შეგიძლიათ ახლა არა ზოგადად მე არაფერი წინამდე გიავრ ხელისუფლების ცვლილებაში უბრალოდ ისეთი ცვლილება მინდა რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას და მაგრამ აი და ძალიან ბევრ მიტინგზე ყოფილი ვარ და ანუ ამ შემთხვევაში პრობლემა ნაცმოძრაობაში არის პრობლემა არის ზოგადად ნაცმოძრაობაში კი არის პრობლემა არის რომ აი რაღაცა ხდება 26 მაისს და რა ხდება ანუ რისთვის კრივავ ხალხს რას ეუბნები
აი რაღაც გააზრებული ამბავი ხო უნდა იყოს. თუ ვიქნებით ბევრი კაცმა კაცმა ეს როგორ არის? ეს არის შეურაცხყოფა, ასე არ შეიძლება ელაპარაკო ამორჩილოს. ბევრი მე შემიძლია ვთქვა, მე თუ ერთი 10 მილიონი ადამიანი დამიჭერს ხარ, საერთოდ ამიერკავკასია შევცვლი. ცოტა ამდენიმე მილიონი სომი ყანე აზერბაიჯანელი და ყველაფერს შევცვლი, მაგრამ ამას ხო სერიოზულად არავინ არ ამბობს. ამერიკაში რო ჩავიდე თქვა რომ 40 მილიონი ამერიკელი თუ გამოვა, მე ამერიკაში შევცვლი, ეს ხო სიმართლე იქნება ტექნიკურად თუ გამოვა, ბუნებრივად შევცვლი, მაგრამ ხო არ გამოვა. ხო და აი რამდენ 1000 ადამიანს ელოდებიან. აი მე რა ვიცი 10000 თუ იქნება ძალიან გამიკვირდება. არა და ჩვენ გვახსოვს მიტინგები, რა ვიცი 50000, 70000 მიტინგები. ანუ ხტებით, ამ ჩვენ რაღაც როცა ეს ალიანსი ხა ეძახიან ხო რაღაც ოპოზიციურ ფლანგს, ისეთი გამოცდილება აქვს ძალიან დიდი მიტინგების დაშლის. რომ უბრალოდ ესენი რომ ისიკიდე მიტინგს აორგანიზებენ თან არაფერი რა არის ეს მიტინგი ანუ რისთვის არის მიზანი რა არის აი შეიკრება ხალხი გამოვიდა თქვა რა ვიცი 5000 კაი 10000 გამოვიდა ამისიც ამჯერა რასიო ტრიბუნასთან ირაკლი თუ იდგება რას ეტყვი მადლობა ხალხმა გამოხვედით რომ ეხა შევისუნთქოთ ეს საზეიმო ჰაერიო და დავიშალოთ როგორ იქნება თვითონ 26 მაისის აქციაზე როცა ვსაუბრობთ სიმბოლური თარიღი არის საპროტესტო აქციები იმართება ინტენსიურად რუსთაველის გამზირზე და ისეთ თარიღია რომლის დროსაც ისედაც რა თქმა უნდა საპროტესტო სულისკვეთება ისედაც არსებობს ამ ნაწილში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების და რა თქმა უნდა 26 მაისს შეიძლება აბსოლუტურად ბუნებრივი გახლავთ თვითონ ეს მოსაზრება რომ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ რამე მოხდეს ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი იმიტომ რომ ისეთ დროს მოხდა რა საერთოდ მოლოდინი რო არ არსებულა მაგრამ 20 ივნისს მაგალითად მანამდე მერეც უფრო ძირითადად ეს ხდება სპონტანური აქციების დროს სხვადასხვა ამაზე მიხეილ სააკაშვილსაც თქვენ აქცენტი გაკეთებული და მეც იგივე მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ჩემი პერსონალური გამოცდილებით მაგრამ ან დანონსების ფორმულირება როგორია ბატონო რევოლუციის მორიგი მცდელობა აი ესეთი ფორმულირება არ სადარ ჩანს ახლა ნამდვილად არ სადარ ჩანს არც ერთ განცხადებაში უბრალოდ 26 მაისი არის აქცია თუ ვიქნებით ბევრი არ ვიცით რა კაცმა არის ხო უნდა ვიყოთ ანუ თქვენ რა გონიოთ რომ შეიძლება აქცია დაამსოს ადამიანებმა და თქვას რომ ჩვენი მიზანია რომ ბევრი არ ვიყოთ ანუ არ უნდა გაკეთდეს აქცია რა მოხდება ეს გვარამია თქვა ხო კი ბატონო ეს გეუნება გერჩტო ბრო ანჯერა თქვენ კატეგორიება ხდება ხნებით ანუ უყურეთ ანუ მთელი აი რომ დააკვირდეთ მე 20-დან ვარ პოლიტიკაში და რაღაც გაგებით შემთხვევითაც აღმოჩნდი რა იმ მომენტში პოლიტიკაში ანუ გირს ვეხმარებოდი და ფინანსებელი ვიყავი რაღაც მაგრამ აი ეს რა პოლიტიკის გებები არ მქონდა და ამიტომ პირველი პერიოდი როცა ეს მე ბოიკოტი რო დაიწყო და რაღაც შეხვედრებს რო დავდიოდი რადგან ჩემთვის ახალი იყო აი ძალიან ეს და ყურადღებით ვაკვირდებოდი ან ნაკლებ ჩართული ვიყავი მაგრამ ყველა შეხვედრაზე ვიყავი და ვაკვირდებოდი და ამიტომ ძალიან კარგად მახსოვს ეს და მახსოვს რომ 20-20 არჩევნების დღიდან ალბათ მეორე დღესვე როცა პირველი საუბარი დაიწყო ბოიკოტზე და რაღაც უამრავი ჭორი იყო ასეთი ჭორი, ისეთი ჭორი ქოცები ამას დათმობენ, ის ამას იზამენ, იქ არჩევნები დაენიშნება, არ დაენიშნება რაღაცა და ეს სისტემა ის იყო აწყობილი. მე იმიტომ რომ თავიდან მე შეიძლება მეგონა რომ რაღაც ეს რაღაც ბუნებრივად ხდება და მე მივხვდი რომ ეს უბრალოდ ასე დაგეგმილია, ასე იმართება ჩვენი ქვეყანა ზოგადად. რომ ქართულ ოცნებას აქვს უზარმაზარი რესურსი. ადმინისტრაციული ფულადი, ადამიანური ყველაფერი. და ეს რომ დაამარცხო ნაკლები რესურსი, შენ ჭირდება ძალიან კარგი მობილიზება ამ პატარა რესურსის და ძალიან გრძელვადიანი გეგმა. იმიტომ რომ ანუ დიდხანს უნდა იმუშავა, აი ეს ვირთხარ რომ ჩავარდება იმაში რძეში და რომ ათქვიფავს და ნაღები რომ ამოძრება. აი ეს გჭირდება რა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში წააგებ. ხო და როგორც კი შემოდის რაღაც გეუბნები რომ კაი აუშავს აი გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები იქნება და შენ ვთქვი რომ რა დროს გრძელვადიანი გეგმა გასვა ცოტა გავიჭიროთ კიდე ერთხელ შევიკრიბოთ და აბა შევუტიოთ და გადავალთ და გავიდა 9 წელი გავიდა 1 წელი მე 21 წელი იქ შარმიშელი ესა ისა მე 22 წელი ხო და აგერ უკვე 26 წელს ვართ 6 წელია პოლიტიკაში ვარ და ერთი და იგივე სურათს ხედავ რომ ოპოზიციური პარტიები ვერასდროს ვერ იწყებენ გრძელვადიან თამაშს რომ მაგალითად 1-2 წელი ვიმუშაოთ, რომ მე გავიმარჯვოთ. კი, აი საინტერესოა ბატონ სადრო, შესთავაზეთ ბატონ ირაკლის თქვენი ჩვენ გავიარეთ ეს ეტაპი, როცა რაღაცა არ მოგწონთ მათი ერთობა, არ მოგწონთ დაშლა, არ მოგწონთ ის რომ ბოიკოტის რეჟიმში არიან, არ მოგწონთ ის რომ აქციებს აანონსებენ. მე მარტო ჩვენი იმედი მაქვს ზოგადად რო იცოდეთ, მე იმას კი არ ვეუბნები რომ მაგათ თანამშრომლობას ვაპირებ, რაღაც მე გავიარეთ პარლამენტში ვეხმარებოდით თუ საჭირო ისიც ვეხმარებოდნენ სხვადასხვა ძალიან ხშირად, მაგრამ ზოგადად აი ეს უცნაური ქცევის გამო რომ აი ჩემ გადმოსხედა მე 100% დარწმუნებული ვარ რომ ბიზნეს ფულით ვიღაცა ფინანსდება და რომელიც მე აი უბრალოდ მე ველოდები რომ ამას სხვა ხალხი იტყვის
და ამორჩეველი მიხვდება ქართული ოცნების ამორჩეველის მათ შორის რომელიც სხვა ხალხი გულისხმობთ ამორჩეველი ისეთი ხალხი მათ შორის მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი შეიძლება იყოს რომელიც 100%-იანი დაეჯერება იმიტომ რომ ვიღაცა ეხლა შეიძლება მისმენდეს მე და ვფიქრობ რომ კაი სანდრო ეხლა რაღაც იგონებსო და ოკეი დაველოდოთ ისტორია მაინც განჭირს ამ ყველაფერს ხო მაგრამ რა მინდოდა მე თქვა რომ აი წამოგინეთ რომ მე ზოგადად დიდი ხანია დააკვირდი და ბევრი მცდელობა მქონდა თანამშრომლობის ასეთი და მივხვდი რომ ამას აზრი არ აქვს და ჩვენ ზოგადად დიდი ხანია საბოლოო ჯამში მარტო საკუთარი თავის იმედად ვარ მაგრამ ერთია რომ საკუთარი თავის იმედად ხარ და მეორე როცა ჩემთვის ხო მე ვცდილობ უკეთესი გარემო შევქმნა ხო ამით ჩემთვის უკეთესი გარემო რომ მიხეილ სააკაშვილის ნაღდი ხმები იყოს მიხეილ სააკაშვილთან და რაღაც უაზრობაზე ენერგია არ იხარჯებოდეს ეს მეც მაწყობს იმიტომ რომ ხა მაინც გადაყოლილი ვარ ნაცებზე მაგრამ ზოგადად რესურსი ხარჯება აი ნახეთ რაღაცა სისულელე რაღაც განცხადებას გააკეთებენ მთელი მედია აჭრელებულია ალიანსის განცხადება და რა განცხადება რის განცხადება რასთვის რა ვინ ხართ რა ხართ ხო კი არ ანაგვიანებენ ანუ სამდელიაში პოლიტიკის წესი კი დანაგვიანებულია და საბოლოო ჯამში საღიაზი არ გადის და ეს არის ისტერიული თან ხვდებით აი პრობლემა რა არის ჩვენ ზოგადად პრობლემა გვაქვს პარტიას რომ ჩვენი პოლიციები ითხოვს რომ ამორჩევლო დაფიქრდეს შვიდად შეხედოს შეადაროს და როცა ისტერიული მდგომარეობა ქვეყანაში აი ბოლო გადამწყვეტი ბრძოლა აი ხა 26-ში შეუტევდა 26-ში თუ არა მე კიდე რა ვიცი 20-ში და მე 15-ში და მე კიდე პირველში და ნუ ან ამორჩეველი ბოლოს აპათიაში გადავარდება და გაიწევა რა ანუ პოლიტიკური ცხოვრებიდან გავა ან უბრალოდ სულ მისტერიკაში იქნება და ჩვენ ასეთ ამორჩევლებს თან გვიჭირს ურთიერთობა და ჩვენ არ ვართ ის ისტერიული ხალხი აშვილია ყოველწლიური ჩვენ ვეუბნებთ ხალხს მოდი გამდიდრდეთ მოდით რაღაც ნორმალური ქვეყანა ავაწყოთ აგერ ბავშვების სიცოცხლე რომ ძალიან იაფიქრეთ ჩვენ ქვეყანაში ამიტომ გვენანება ფაქტობრივად როგორც ქვეყანას რა ვიცი მილიონები დავხართ ვიღაც გადასარჩენად აი ეს გამოვაგვაროთ ხო და აი ამიტომ პრობლემა ამაში მდგომარეობს რომ ჩვენ რა მოხდება 26 მაისს მაგაზე არ ვზნოთ უბრალოდ მე მინდა რომ უბრალოდ გარემო შექმნას უკეთეს არაფერი არ მოხდება 26 ბრძოლის ეტაპია და ანონსებული ბატონო ირაკლი აი მინდა გკითხოთ თქვენ აი უშუალოდ თქვენი პოზიცია მაინტერესებს 26-ზე მითხარით 4-ში ხო უფრო მეტი რაღაც იყო დაანონსებული 4 ოქტომბერს რევოლუცია და თელი ამბავი ხო თავიდან ვამბობ რომ ფარსია და სუდა დამთავრდება თქვენ ნამდვილად ვადასტურებთ აი უბრალოდ რამდენი როგორც კი ეს გაჟღერდა მიხვდეთ რომ ეს კატასტროფა ასე არ შეიძლება რაღაც აი მინიმუმ ეს ხო გასარჩევი აქვს და ამიტომ ანუ ზოგადად აი გასაგებია ვიღაცა ციხეში მე შეიძლება მიხალხზე ვინც ციხეში ის განსხვავებული წარმოადგენები მქონდეს ზოგზე ერთი ზოგზე მეორე მაგრამ ეს ხო შეცდომა იყო ასე შეცდომა ძალიან ბევრია ხვდებით და მე მინდა უბრალოდ ამორჩევლს ვაჩვენოთ შეიძლება რაღაც მოხდეს ქვეყანაში არჩევნების დაინიშნოს სამყარო შეიცვალოს ეს შეიძლება სულ მოხდეს მაგრამ ზოგადად ამ ისტერიული ფონიდან უნდა გამოვიდეთ რომ აი ეხა რაღაც მოხდება არაფერი არ მოხდება 26-ში არც ივნისში არაფერი არ მოხდება და მოდით ხსოდა დავფიქრდეთ დამშვიდეთ და რაღაც უკეთეს ალტერნატივაზე ვიფიქროთ ძელვადიან პროგნოზე იფიქრეთო ბრძანა გირჩიათ ბატონმა სანდრომ არის თუ ბატონო ხო არაფერი იცით რა ჩვენ ძალიან მარტივად უყურებთ სინამდვილეში საპროტესტო მოძრაობაში დაგიდებულ თარიღებზე ეს მსჯელობას როცა არსებობს 26 მაისის მოლოდინი მე ვფიქრობ არავინ არ არის იგივე განწყობების მქონე რაც თუნდაც დასახელდა წინა თარიღი ან ნებისმიერი სხვა თარიღი სადაც ვინმეს შეიძლება გქონდეს რაღაც გაურებული განცდა თუ როგორ მოხდა დაანონსება ხო აი რაღაც გადამწყვეტი თარიღი არ გადავ აქ პირდაპირ არის ნათქვამი რომ 26 მაისს იქნება დიდი შეკრება რომ მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციები რომელიც პერმანენტულად იმართება მათ შორის იყოს ხალხმრავალი და რაც უფრო მეტი ხალხი მოვა ეს არის კარგი თქვენ მოგეხსენებათ რომ რუსთაველის განძილზე უნდა გაიმართოს სამხედრო აღლუმი შესაძლებელია მოკეთ უნდა განვიხილოთ უნდა დავსვათ კითხვა რამდენად შეიძლება რომ პოლარიზებული საზოგადოება 20 პოლარიზებული საზოგადოება ჩვენ გვახსოვს უყურებთ არა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გვახსოვს 26 მაისს რა ხდება 26 მაისს და მაშინ ამბობდა სწორედ მიხეილ სააკაშვილი მე ნამდვილად კარგად მახსოვს რომ არ დაუშვებ არავითარ შემთხვევაში არა აღლუმის დროს არ არის რეაქცია ხალბატონო გასაგებია მაგრამ ეს ერთი დიდი დღე არის ხო იქ რა შეიძლება გასაგებია უბრალოდ ჩვენს გვაქვს უფლება რომ აღვნიშნოთ ეს დღე როგორც ობაზროდ გაწყობილმა ადამიანებმა და მე მაქვს კითხვა აღლუმის ჩაშლაში დამერწმუნეთ არასოდეს არ მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ ეპოქაში იმიტომ რომ ჩემთვის თუ რამე ღირებული არის საფრთხე ძალები ჩვენ გამორიცხავთ იქ რომ რაღაც გარკვეულთა პერისპირებას ღამე არასოდეს არ იმართება ხო ის რუსთაველზე ცხადია კი ბატონო დღის პირველ ნახევარში მაგრამ თქვენ გამორიცხავთ რომ იქ რაიმე გამორიცხავთ ვერაფერს ვერ გამორიცხავ გამონერიხიდან რომ ივანიშვილის მაგერად თქვენ ხართ ბატონო ატო ვარ პასუხისმგებელი ახლა ივანიშვილმა რომ გამომაგზავნოს თქვა 50 წუთერი მე ვარ პასუხისმგებელი არა მე ვგულისხმობ რომ თქვენ როდესაც თქვენ ამომხდებოდნენ მაშინაც მე ვიყავ პასუხისმგებელი საღამოს დილის საღამოს ვერ ჩაშლია და ამ შემთხვევაში მეგონი პრობლემა არ უნდა იყოს ანუ მე უბრალოდ ის პრობლემა არ არის მაგას ვერ ვხვდები პრობლემა არის თუ არა მე ამას გეკითხებით აი მაგალითად თქვენ იმას თქვენ რა პროცესს აჟღერებთ თქვენზე კი არა ანუ პრობლემაა რომ ზოგადად აქციას მართავთ და
სახში რაც გვინდა ის გვიკეთებია დაახლოებით გამოდის ოღონდ აი აქცია არ 26 გამართ. მაისი ეს ნაცვლად იმისა რომ გამაერთიანებელი დღე იყოს სიმბოლური თარიღების საზოგადოების გასახლეჩად და კიდევ უფრო დასაპირისპირებლად არ უნდა გამოვიყენოთო საუბრობს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი. გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი საერთოდ პროტესტს უარყოფს და ამბობს რომ პროტესტს თურმე აზრი არ აქვს. ამიტომ ახლა მისთვის რომ პროტესტი და 20 ივნისს რა გააკეთა ეგეც გვახსოვს. ამიტომ ახლა პროტესტთან დაკავშირებით ამ ადამიანის პოზიციები დიდად სიმართლე გითხრათ ჩემთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი არ გახლავთ, თვითონ ეს ავით სად იმყოფება გიორგი გახარია. ყოველ შემთხვევაში ციხეში მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო აქტუალურია და ბევრად უფრო მეტად ქმნის პოლიტიკურ დღესასწრებს ვიდრე სამუშაოდ ყოფილი გიორგი გახარია. ოღონდ სად იმყოფება სამუშაოდ ეგეც არ ვიცით. და ოღონდ ქვეყანაზე უნდა იმუშავა, მაგიტომ ამბობ თორე ხა სხვა სამუშაო რო ქონდა არ იქნებოდა პრობლემა. რაც შეეხება გახლეჩვას არ იქნება, უბრალოდ ოფიციალურად განწყობილი ადამიანების ვიცით, რომ გახლეჩვა ვინ მოახდინა გახლეჩვა თავდაპირველად ვიცით. ანუ როცა ამბობ რომ პარტიები უნდა აიგზალოს, როცა ამბობ რომ არასდროს ორგანიზაციები არ უნდა არსებობდეს, როცა ქვეყანაში შენს მოქალაქეებს პროტესტის დროს აწამებ და ამას ეუთოს შესაბამისი კომისიაც დაასკვნის და უამრავი დასკვნა არსებობს ამას თაობაზე და რაღაც დასკვნა გინდა სამისუნ დასკვნები არსებობს, ამის მერე შენ ხარ გამღვივებელი დაპირისპირების. აი ეგ არის მთავარი. ამიტომაც ჩვენზე არაფერი არის ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ აქციას მართავთ, იმიტომ რომ 26 მაისს ირაკლი ყობახიძის გვერდით არ დადგება პოლიტიკური პატიმრის დედა და ვერც მოთხოვრო დადგეს. აი ეს არის მთავარი. და აქვე მინდა ვიკითხო ბატონო ირაკლი თქვენი თორე ჩვენ გახლეჩვაც კი არა, პირიქით ერთიანობას ვხადაგებდით ყოველთვის და გვსურდა რომ გახლეჩილი საზოგადოება გაერთიანებულიყო. ზოგადად რევოლუცია არის თუ არა ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გზა ნაციონალური მოძრაობისთვის და არის თუ არა დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელი რევოლუცია. რევოლუცია მუდმივად არის შესაძლებელი ქვეყანაში, სადაც რევოლუცია მუდმივად არის შესაძლებელი ქვეყანაში, სადაც უსამართლობა არის ჭარბი. როგორც საქართველოში. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის დავესესხები, არ შეგასჩინოთ ჩვენ უკითხულო ამ სიტყვამ რევოლუციამ, რატო? იმიტომ რომ რევოლუციაზე როცა მიდგება საქმე, ყოველთვის როცა ქვეყანაში თუ მშვიდობიანად ხდება, თუ აღიარებული კონსტიტუციური პრინციპებით ხდება და უბრალოდ ხალხის რაოდენობა იწვევს ამას და რეჟიმის შინაგანი სიყიფე და სისუსტე, ეს რატომ არ ხება? მანამდე სანამ ვინმე კი უნდა შევარდეს, ეს არ არის. ეს არის გადატრიალება, რაც მოხდა სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში, რაც გვახსოვს. აი ჩვენი ქვეყნის ისტორიას არ გვინდა არც უნგრეთის ან სხვა ქვეყნის ისტორიის მაგალითები, არსებობდა რევოლუციური ცვლილება, რომელიც ვარდების რევოლუციის დროს მოხდა, რამაც ჩემი ღმერთმეტი ძალიან ბევრი კარგი მოიტანა ამ ქვეყნისთვის, არ ვიცი, გადასახადებები იკრიფებოდა და failed state ვიყავით და ბოლო-ბოლო ქუჩები განათდა ყველაფერს თავი დაანებოს ადამიანმა და ელემენტარული ინფრასტრუქტურული პროექტები გახორციელდა და ტურისტული პოტენციალი განვითარდა, როცა ათასობით ტურისტი შემოდიოდა წლის მანძილზე, მერე მილიონობით ტურისტი შემოდიოდა და რა მხოლოდ მოხდა ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყანაში გვახსოვს. ანუ ეს რევოლუცია, რომელმაც დადების ცვლილებები მოიტანა და თმის ღერიც არ ჩამოვარდნი არავის, ყოფილა ჩვენ ქვეყნის ისტორიაში. ამიტომ ახლა თუ ამაზე მიდგება საქმე, ეს არ არის ისეთი თემა, რაც არის რაღაცა ტაბუირებული ჩვენთვის და რო ვთქვათ რომ აი რევოლუცია არ უნდა მოხდეს არასოდეს ამ ქვეყანაში და ეს როგორ შეიძლება მეორე ცვლილებას რაც შეეხება არჩევნები უნდა იყოს ამ ქვეყანაში მაშინ მე როცა ვსაუბრობ 2024 წლის პროცესზე იქ მიხეილ სააკაშვილი იყო პატიმრობაში ადამიანი რომელსაც აქვს ამხელა ხმების მობილიზების უნარი არის გათიშული მას დაფინანსების ყველა წყაროს უკეტავენ მის ამომრჩეველს ერჩიან ესე იდენტიფიცირებული ყავთ და პირადობას და პასპორტებს არ თმევენ ესეთ პროცესი არჩევნებად ჩვენთვის ვერ ჩაითვლება ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები და მე მართლა აქ მეგონა რა ვიცი კარგად ჩანს ჩემს სიტყვით გამოსვლაში ხა ჩემ თავზე კი არ ვსაუბრობ მაგრამ არ ვიცი ხა არ მგონია ვინმე სიჩაბება დარჩეს რომ რაღაც მოწადინებული ვიყო კონფრონტაციისკენ ვინმესთან ან რაღაც შუღლის გაგუებისკენ პირიქით ნეტავი იყოს არჩევნები ამ ქვეყანაში ნეტავი იყოს ისეთი პროცესი რომ 26 მაისს მართლა ყველა ერთად ვიდგეთ და ნეტავი მართლა იმ მომენტამდე არ იყოს მისული ოცნება რა მომენტამდეც მივიდა. ოღონდ ჩემთვის კი არა, ჩემთვის დიდი ხანია მე ბევრისთვის რომ გეგმა რა არის 26 მაისს შეიკრიბებით და დაიშლებით თუ არ გსურთ საჯაროდ ამაზე საუბარი. ესეთი აქციებამდე ესეთი გეგმაზე ხა ეს არის ყველაზე აქტუალური და დამღლელი კითხვა რა მოხდება იცით რომ ყოველთვის რა თქმა უნდა ამ დეტალებზე არავინ არ საუბრობს და ყოველთვის ეს კითხვა ისაა. თავი არსებობს გეგმა. არა გეგმა როგორ ანუ აქცია იმართება ეს არის თავარი გეგმა რომ აქცია იმართება ხა გეგმა რა უნდა იყოს რაღაც რუკებზე კი არ გვაქვს ამე დატანილი ინფორმაცია რომ იქიდან მარცხნიდან მარცხნიდან ეს რაღაც ხო არ არის ხა აი ესეთი ტიპის განხილვა რომ აი რა გეგმა უნდა იყოს სულ მაინტერესებს რომ აი ამ გეგმაში რას გულისხმობენ ხოლმე მაგრამ მე მახსენდება რა სიუჟეტები გადის ხოლმე რომ თურმე ბლაჟევიჩი ასწავლის რევოლუციას
საქართველოში სამოქალაქო არა თქვენ ბლაჟევიჩზე არ ვსაუბრობ მე მაინტერესებს ზოგადად არა მესმის არა მე არც მიმიღია თქვენ კითხოს არ უკავშირდება ხოლმე ჩემი თქვენ კითხვიდან ამოდის მაგრამ მათ შორის ვეხები სხვა თემებს ხოლმე ანუ ბლაჟევი არა იმიტომ რომ კითხვა როცა მისვამ თქვენ გასაგებია რომ შეიძლება უბრალოდ მეუნებოდეთ გეგმაზე, მაგრამ ზოგადად როცა ოცნების კითხვაც არის ეს, რომ რა გეგმა გაქვთ, რისთვის იკრიბებს ეს კითხვა ლეგიტიმურია ბატონო რა ლეგიტიმური არ არის არ ვიძახი, უბრალოდ მე ვხსნი რა წუხილები არსებობს ამ კითხვების დროს ოცნების ხრიდან ხოლმე, რომ რა სპეკულაციებს აქვს ხოლმე ადგილი, რის გამოც უფრო აქტუალური ხდება. გირჩის წარმომადგენელიც ამ თემაზე. მაგრამ გირჩი აიმას არ იძახს რომ მეგონი ბლაჟევიჩმა დააღო ტრეინინგა რომ რაღაც რუკებით შევიარაღდეთ და რევოლუცია სწორედ ეს გითხარით მოდი დავანებოთ. ამიტომ მე ოცნებაზე ვსაუბრობ, ოცნების ოპონენტი ვარ და არა გირჩის ხო შემიძლია ვთქვა ჩემ ოპონენტზე მართლ პარტიაზე რაღაც ამიტომაც ვიძახი ხო და ეს ბლაჟევიჩები და ადამიანები რომლებიც მე პირად მართლა თქვენგან ვიცი ოღონდ თქვენგან გულისხმობ ჟურნალისტებისგან არ ვიცი საერთოდ ვინ არის პირდაპირ გითხრათ მაგრამ ზოგადად ეს თეორიები რომ თურმე ვიღაცები ჩამოდიან საქართველოს ვიღაცები მიდიან ეს არის კიდევ ერთი უპატივცემულობა ქართული ხალხის რომ სულ გინდა რომ გამოყვებო ამ რაღაცა სურრეალისტური სურათებით ხო ეხლა სადმე თუ ვიღაცა წავიდა და ლექციას დაესწრო მშვიდობიანი წინააღმდეგობის შესახებ ეხლა ეგეთი რაღაც ყველა უნივერსიტეტში და ყველა სივრცეში შეება მოხდეს იმიტომ რომ მსგავსი ეს თქვა შარპის მოდელები თუ რა ვიცი რა მოდელებიც არსებობს ჯინ შარპის მოდელები და ასე შემდგომ შეება ისწავლებოდეს ბევრგან მაგრამ ახლა იმის დაკავშირება რომ აი ოპოზიციაში და რაღაც deep state-ის აგენტები ხვდებიან და იმათ ეუბნებიან რომ აი ამ დღეს თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და აი რუკებით ესე ხდება ეს არის სიურრეალიზმი არ არსებობს ეგეთი რამე ამიტომაც არ არსებობს ერთი ვიდეო მტკიცებულება ასეთი სცენარის ამდენი წლის მანძილზე ბატონებო პავლე ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩის განცხადებას გაიცანით ალბათ მე თქვენს ნებართვით მოკლედ რადიო მსმენელს წავკითხავ საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება განსაზღვრავს ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნის ოჯახს რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე კანონის უზენაისობაზე და ადამიანის უფლებებზე თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება ბატონ სანდრო საინტერესო შეფასება გქონდათ თქვენ მე მგონიო სათანადოდ ვერ გადმოსცა ბატონმა ჰერჩინსკიმ რისი თქმა უნდაო იმიტომ რომ გვემუქრება როგორც ჩანს წარსულში დაბრუნებით რომელიც მიხელ სააკაშვილის მმართველობას უკავშირდებაო თუ სწორი ფორმულირება მოვახდინა ასეთი იყო თქვენი განცხადების შინაარსი განმარტეთ თუ შეიძლება არა მე მგონი მართლა რაღაც უსნაურობა თქვა ჰერჩინსკიმ იმიტომ რომ მე ამჯერად რომ მაგას თქვა უნდა დეთქვა რომ სააკაშვილის დროს დაბრუნდებით ან შევარდნაძის დროს დაბრუნდებით უბრალოდ რომელ წარსულზე ლაპარაკობდა ანუ თუ ეს წარსულია ქართული ოცნების მაშინ ეს არის საკმაოდ ზომიერად პროევროპული წარსულია ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება მივიღეთ და ჰერჩინსკი ამით ვერ დაგვემუქრებოდა სააკაშვილს დაარქვა ბნელიო რაღაცაო მე მგონი თვითონ ჰერჩინსკის განცხადებით მე მგონი არ იკვეთება ეს რომ უცნაური იქნებოდა შევარდნაძე რატომ უნდა გახსენებოდა საერთოდ გაურკვეველია ზვიაც არ უმართია ეს ქვეყანა ისე ხანძლივი პერიოდი რომ ეს ყოფილი ანუ და რას თავარია უბრალოდ აი რა უნდა მოხდეს ანუ შეიძლება რაღაც ვთქვათ სანქციები დაუწესონ ქვეყანას ამ მთავრობას და რაღაც მაგრამ ანუ ევროპა ხო ჩვენ ტერია არის ანუ ხო არის იზამს ისეთ რაღაცას რაც ჩვენ დაგვაბრუნებს რაღაც ბნელ წარსულში ამიტომ როგორც მინიმუმ მე მგონი ჰერჩინსკი შეცდა ანუ შეცდომა დაუშვა რაღაც ტიპის აზრის გადმოცემაში მაგრამ თუ ეს ასე ვთქვათ დღესაც ასე ფიქრობს მე მგონი უბრალოდ მოეთხოვება განმარტოს იმიტომ რომ მაშინ უბრალოდ არაკვალიფიცირებასთან გვაქვს საქმე იმიტომ რომ გარკვეული მოლოდინი გაჩნდა რა ხელისუფლება მიიჩნევს რომ ბოლოს და ბოლოს მოეთქვა რომ ვერ მივა რაღაც ნათელ მომავალს ვერ მიაღწევს ევროპოს და რაღაცას გავიგებდი ოკეი მე მესმის რომ ქართულ ოცნებებში ევროპაში ვერ გავწევრიანდებით მაგრამ ანუ რაღაცას რომ ვერ მივიღებთ ან რაღაცა ისეთი და ბნელ წარსულში დაბრუნდება რომ ბნელ წარსულს გულისხმობს მინიმუმ ხონდა ეთქვა ან რას გულისხმობს რუსეთი დაგვიპყრობს ან რაღაცა დავიშლებით მართლა ანუ ხო ხდებით ანუ ეს იმდან უცნაური განცხადება იყო რომ მე შეიძლება დავუშვა რომ ადამიანმა რაღაც ხვის თქმა უნდა და უბრალოდ რაღაც ერთი უხეში შეცდომა დავუშვა მაგრამ ალბათ განმარტება ჭირდება და თუ არ არის ეს განმარტება და არ არის როგორც შეცდომა მოხსენიებული მაშინ მე მგონი მინიმუმ უნდა ახსნას რა ეს ამბავი თორე თავისთავად განცხადება შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს გარკვეულწილად რაღაც ოპოზიციის გეგმებს ასეთი შეფასებებიც მოვისმინეთ არის ეხლა რანაირი ბლაჟევიჩიც სადმე ფიგურა რანაირი წამდგენს არ უნდა გქონდეს მე ოპოზიციის წევრებზე არავინ არ წავა და არ მიეტყვის ეხლა
კავშირისელს რაღაცას რომ ჩვენ აქ ბნელ წელში ვრუნდებით, აბა თქვენიცით და ანუ ეს უბრალოდ სასაცილოდ გამოვიდა და უბრალოდ და თან რომ მე ეს რო ეთქვა რატომ ვაც და მე ელჩი რო გამოსულიყო და სადღაც ეთქვა ეს თვითონ. ანუ ეს რაღაცნაირად აბსურდული როგორიც ბლაჟევიჩმა დაწერა სცენარი, მე ელჩმა უნდა თქოს და მე როკებით უნდა შეესვიოს ხალხთან. მაგრამ ეს რაღაცა თქო ზოგადად პრობლემა დიპლომატიური კორპუსის ძალიან გავრცელებული ისინი ბოლომდე კარგად არ ერკვევიან აქ რა ხდება. მათ შორის ზუსტად ვერ ხვდებიან რა რომელი პოლიტიკური ძალა რას წარმოადგენს, ვის რა უგური ურთიერთობები აქვს. ძალიან ხშირად ბატონი რაკლის არ მოეწონება ახლა ეს შეფასება. არა, ზოგადად მე ძალიან ხშირად მინახავს ეს ჩვენ და მე უბრალოდ მინახავს აი უბრალოდ იმდენად აცდენილი შეფასებები, მათ შორის არასაჯარო, რომელიც უბრალოდ მე გული მწყდებოდა სულ, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ ყველაზე პროამერიკული პარტია ვართ, აი ტეხასი მოგწონს, აი ტეხასში რო ამერიკა ისეთი რა ხო და ამიტომ სულ პრეტენზია გქონდა ამერიკულ საგარეო პოლიტიკას, იმიტომ რომ სულ მემარცხენე იდეებს ავრცელებდნენ. ჩვენს ქვეყანაში არა მარტო შუქად ზოგადად ეს ასეთი პოლიტიკა აქვს რა. ჩვენ სულ გვინდოდა თავისუფალი ვაჭრობა და კი ხედავთ ხა ტრამპიც მათ შორის და ზოგადად დემოკრატებიც არც ჩამორჩებოდნენ ადრე ტარიფები და რაღაცა და ამიტომ ძალიან ხშირია ხოლმე რომ საგარეო პოლიტიკა ჩვენი პარტნიორების აცდენილია ჩვენ აი ფაქტობრივ მდგომარეობას და უბრალოდ ეს რაღაც უნდა მივიღოთ სამწუხარო რეალობა და ვესავთ გამოვასწროთ მეტი ველაპარაკოთ აუხსნათ და რაღაც ვიდრე ის რომ უბრალოდ პირველივე შეცდომაზე შემთხვევაში ხეშიც პირველი არ იქნება მაგრამ მაინც თავს დავესხათ და რაღაც კი ბატონო. არა ზოგადად მე ამას არ საერთოდ არ მივიჩნევ რატომაც ეგ წარმოდგენა თუ არის რომ ანდამაის ყველა ილჩის მგონია რომ შეუსტომელია და არ არსებობს ილჩი რომელსაც შეესწონდა ძალიანაც არსებობს და ძალიან ბევრი შეესწონდა დაუშვიათ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩებს სხვადასხვა დროს აი ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა მახსოვს მე პირადად ამიტომაც ახლა ამ ხრივ მე საერთოდ ვერ ხედავ პრობლემას რომ ამაზე ვისაუბროთ უბრალოდ ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას მინდა არა ჰერჩინსკის განცხადებაზე ვიცით რა მე აღვიქვი ესე ამიტომ სამგონია რომ პრობლემა იყოს რომ თუ საქართველოს მოწყდა მთლიან დასავლურ სამყაროს და სანქცირებული ხელისუფლება ეყოლება და ჩაბეტონდება რომელიც ადამიანის უფლებების ხელყოფას გააგრძელებს და ინსტიტუციურ ნგრევას გააგრძელებს ქვეყნის და პარტიების აკრძალვას და იმას რასაც აკეთებს და რაღაც შავი ფული ტრელებს ხოლმე ამ ქვეყანაში და ინვესტიციები აღარ შემოვა და ასე შემდგომ ამ დროს რა თქმა უნდა ჩვენც ვიძახით ხოლმე პოლიტიკოსები რომ შეიძლება დაუბრუნდეთ წარსულში მაშინ როდესაც ინსტიტუციებიც საერთოდ არ მუშაობდა არ ფუნქციონირებდა კიდევ უფრო დიდი კორუფცია იყო და ამ წარსულში როდესაც საუბრობთ მე მახსენდება მიხეილ სააკაშვილამდელი საქართველოს სადაც მართლა იყო სიბნელე პირდაპირ გაგებითაც. ხო და არა გადატანებისობით ამ შემთხვევაში ხო გვახსოვს. მადლობა ირაკლი ფავრენიშვილს, სანდრო რაქვიაშვილს, მადლობა ბატონებო საინტერესო საუბრისთვის. მოკლედ ესეთი მშვიდი კონსტრუქციული საუბარი გამოგვივიდა, ასეც ველოდი ნამდვილად. არა, ნამდვილად ველოდი. ჭიქასაც ვერ ესროდი წესიერ ესეთი ჭიქა იყო და არა, რას ბრძანებთ? მგონი ეს წარსულს ჩაბარდა მსგავსი ტიპის ეთერები. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, სურფასო რადიო მსმენელებო. გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს ბედნიერად.